დავბრუნდით ნიუ-იორკში და ბენის მშობლებმა მთხოვეს, რომ იქნებ ჩვენთან დარჩა 2 დღეო ბავშვი რომ ვნახოთო ერთიც და მეორეც და ვართ ახლა ბენის ბავშვობის სახლში. უნდა ნახოთ რა საყვარლები არიან. დილიდან დამახვედრეს საუზმე. აი რაში წერია ახლა ესეთი საყვარლობა. ყავა ყველაფერი და დედა ზის ბავშვებთან ერთად რომ მე წყნარად მშვიდად ვისაუზმო. ეს ერთი ბავშვი ვართ. ძალიან საინტერესო სახლი აქვს ხოთშეს, აი ძალიან საინტერესო სანახაობაა, რომელსაც დაგათვალიერებინებთ. აი ისეთი გადატვირთულია, მეტი რა შეიძლება, მაგრამ უსუფთავესია ყველაფერი ყოველთვის. მოკლედ ყოველთვის გაჩვენებთ, ახლა ჩემს საუზმეს დავამთავრებ, თორემ მეჩხუბებიან. ბებიობასთან რომ მიდიოდი ხოლმე ბავშვობაში და გეჩხუბებოდნენ, აი ესეთი ამბავი არის. ეხლა დავასრულებ საუზმეს და დაგათვალიერებინებთ სახლს. და დღეს უკვე დავბრუნდებით ნიუ-იორკში. ანუ ეხლა ნიუ-იორკში ვართ, მაგრამ ეხლა ვართ upstate ნიუ-იორკში. მანჰეტენზე არ ვართ და მე დავბრუნდებით მანჰეტენზე. ასე. Wait, I think it's your turn. My turn? So What? No. Yeah, 6. 1, 2, 3, 4, 5, 6. I got Who's you. winning? Me. We've had some rough games. I win. We've had some rough And games. I We've won had Uncle some very Wiggly, and competitive then games. she won this, and then I won this. We have like this strong desire to win at all costs. Your turn. Okay, go ahead. I'm gonna go for you. Well, look at this. I'm gonna go upstairs, okay, grandma? ესეთი ჯადოსნური სახლი არის, ნახეთ რამდენი თეფშები და აქ ეწყობა ხოლმე ყველა შობა და აი მართლა გონია რომ ზღაპარში ხარ, როცა აქ მოდიხარ. იმდენი რაღაცა ნივთია ოღონდ. მსგავსი არ გენახოთ და არაფერი არ არის, აი რაღაცა ბანძობა, ყველაფერს თავისი ისტორია აქვს. ბაბუ ალბათ აქეთ არის, არ ვიცი. ეს არის სამზარეულო, ესეთი ლამაზი. ბევრი ოთახი ახლა ყველა ოთახს ალბათ არ დაგათვალიერებინებთ. კიდევ არის ქვემოთ ბეისმენტი, სადაც ცალკე, წარმოვიდგინეთ, ცალკე ბინასავით არის შემიძლია გაჩვენოთ, მაგრამ ეხლა ცოტა არ მინდა ჩასვლა. აქ კიდე ერთი ოთახია. No, Grandma. ეს თამაშობენ მთელი დღე ეს ერთად. აი შეხედეთ ეს ზოვი ამას თუ იცნობთ მაიცადეთ ახლა ბენს ეს არის ბენი პატარა ეს არის ბაბუის მჯილდოები მორბენალი იყო მარათონები აქვს ნარბენი შეხედეთ აი წავიდეთ ახლა ზემოთ ვაიმე ისეთი დაღლილი ვარ ამ დისნეი მომიხო ბოლო რასაც ქვია მართლა არაფერს თავი არ მაქვს ეს ერთი ოთახი ქუდების რაოდენობას შეხედეთ ესეთი კოლექცია აქვს ქუდების ეს ჩემი და ბენის ნახატია, რომელიც ჩვენს ქორწილში ეკიდა ეზოში. რო შემოდიოდი, ესეთი ნახატები გვხვდებოდა. გაჩვენებთ ბენის ბავშვობის ოთახს. ой, არა, ესეც მინდა რომ გაჩვენოთ ერთი წუთი. ესეთი რეპლიკა არის სახლის თავისი ყველაფრით ესეთი ბავშვობაში რომ მქონოდა ალბათ გავგიჟდებოდი ბედნიერებისგან. როგორი ხარისხიანია, იცით, ყველაფერი აი თავისი ლოგინით, აქ აბაზანით. ნუ, ბავშვების სამყაროა. ბებია გიჟდება ბავშვებზე და ნუ იმდენი თოჯინა არის და იმდენი სათამაშოა მთელ სახლში, რომ არ ვიცი. არ ამგონია რომ მსგავსი რამე ქონდათ ოდესმე მე ნანახი თქვენც. გავთიშოთ შუბი და დავიდეთ იმ ოთახში, სადაც მე ვრჩები ხოლმე ბენთან ერთად.
ეს არის ბენის ოთახი. არაფერი არ შეცვლილა მისი ბავშვობიდან. ესეთ ხალხნი იცით რა არის ძალიან საინტერესო. ნახეთ ამერიკაში როგორია რუკა. ცენტრში არის ამერიკა. ჩვენ ხო სხვანაირი რუკები გვაქვს. აი აქ უნდა იყოს ევრაზია, აქ ვართ ჩვენ სადღაც, აი აქ უნდა იყოს აფრიკა. და მე აქ წყალია და მე აქ ამათ აქ პირიქით ეს ცენტრში აქვს მოყვანილი. პირველ შემოქმედენ ვიცი. არაზუსტ მომეწინა თუ ეს იქნებოდა. ეს საინტერესოა. ნუ ლოგიკურია რა თქმა უნდა. ყველას თავისი აქვს. უამრავი ჯილდოები აქვს. ეზოც უნდა გაჩვენოთ აუცილებლად, ეზო ძალიან საინტერესოა. მაგრამ ეხა ისეთი დაღლილი ვარ, ისეთი გათიშული ვარ, რომ არაფერს თავი არ მაქვს და რა ვქნათ აბა, როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაში. დაღლილობისგან აი გათიშული. ძალიან დავიღალეთ, ძალიან დამხლელი იყო ეს მოგზაურობა. გარდა იმისა, რომ ესე უცებ 1-2-3 წავედით, წამოვედით, მაგანაც დაგვღალა ძალიან და უძილობა, იმიტომ რომ მოვდიოდით სახლში 2 საათზე, დილას გავდიოდით და აი სტრესი, თვითმფრინავის ეს ყველაფერი ერთად ძალიან დამღლელი აღმოჩნდა. არა უშავს. ღირდა ეს, ამათ ღირდა. კარგი, თვითონ ბენის მშობლების საძინებას არ გაჩვენებთ, დაკათვალიერებინებთ კიდევ ეზოს მეორე ნაწილსაც სახლის და სანახავი კიდევ ბევრია. ეხა უნდა ვიხო ახალი რაღაცა ნიღბები გვაქვს მოდი კოსმეტიკში და ეგ მინდა რომ გადავიხო, ხომ თავი არ მაქვს ხოლმე ყობა სახეს როგორ დავლერიც. ერთ სული მქონდა ეს ნიღბები ჩამოსულიყო, ჩამოვიდა და თავი არ მაქვს რომ გადავიღო. კარგით მეგობრებო, დღეს დავუბრუნდებით ნიუ-იორკში და ახვალიდან დავიწყებ დიეტას. თუ არ დავიწყე დიეტა, ჯოჯოხეთია. ძალიან ბევრი მაქვს დასაკლები და რაღაცა დიეტა გავარკვიეთ უცადოს თუ გამომივა რომ მივყვემ დიეტას, გაიქნება ძალიან. გავიდეთ გარეთ. I go outside. No, it's wet, Oliver. It's not wet. It is wet. It's not. It doesn't look wet. That side is only wet. იწვიმა. ცოტას გაგასეირნებთ და გაჩვენებთ როგორია ეზო. აქ წინა ეზოში იშვიათად ვართ ხოლმე, იმიტომ რომ აქ მზე აჭერს ძალიან და ცხელა ხოლმე. ეხ არის იდეალური ამინდი. აი იწვიმა და უკვე კარგად არის ყველაფერი. ეს ხე მოაჭრევინეს, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი გვაწვალებდა სულ ეს ხე აქ ეკიდა და ბავშვები ზედ ეკიდებოდნენ, სულ ღელავდით რომ არ ჩამოვარდეს და მოაჭრეს. ეს არის ბავშვების ნახეთ, ეს ეზოში აქვს პირდაპირ ასე მოწყობილი. ეს არის სახლი. ძალიან ჯადოსნური სახლია. და აქაც ანუ აი რო ხვდებოდეთ უბრალოდ ალბათ ბავშვების რაღაცა სამოთხეა. აქ აქვთ ქვიშის ამბავი, ამას რომ მოხსნის შიგნით ქვიშა. ამას წმინდავს ხოლმე ბებია და ბაბუა სანამ ბავშვები მოვლენ, ახლა უბრალოდ წვიმდა. აქ მილიონი სათამაშოა შიგნით, აი ამაში აქვთ შენახული ჭიქები, თეფშები, რაღაცა ყველაფერი საერთოდ. ესენიც გამოიღებ აქედან რომ დამთავრდება წვიმა და აქ სრიალებენ ხოლმე, ესე ჩამოდიან. სხვათა შორის არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ ჩემი და ბენის ქორწილიც იყო აქ. ჩვენ ყავდა მოყვანილი კომპანია სპეციალური, რომელმაც გააფორმა მთელი ეზო, აქ იყო უშველებელი ხალიჩა, იყო გადაფარებული. საერთოდ ეს ეზოს არ გავდა, სტუმრები შემოდიოდნენ იქ, აი აქ შემოსასვლელში იყვნენ სტუმრები, აქ იყო ესეთი გადაფარებული დიდი ტენტი, მოდიოდი. მე იცით რა გავაკეთეთ? აი ეს ხო არის, ანუ აი ეს დონე ხო ჩვეულებრივად. აი აქ ააშენეს, აქ დიდი ეზოა ძალიან უკან. აი აქ ააშენეს ესეთი როგორ თქვა, პოდიუმივით რაღაცა, რომელმაც გაათანაბრა და ანუ აი ეს დონე როგორ გაჩვენოთ კარგად. აი შეხედეთ, აი ამის დონის იყო ყველაფერი. ესეთი აშენებები იყო ბევრნაირი. აქ იყო DJ,
ოღონდ ესეც რა თქმა უნდა დაშენება ქონდა ამ ყველაფერს და იქ იყო შენახული შიგნით DJ. აი იქ იყო მაგიდები და საცეკვაო ტერიტორია. ეხა არ ჩანს ესეთი დიდი, მაგრამ საკმაოდ დიდი ტერიტორიაა. აი აქ, აი ესე მიდიოდა ეს გზა და უერთდებოდა, უბრალოდ აი აქ. აი ესე მიდიოდა ეს გზა და უერთდებოდა. აი ხედავთ იქ ფონტანი არის დარჩენილი. ეს არის სადაც მე და ბენმა დავიწერეთ ჯვარი, მოვაწერეთ ხელი. მღვდელი გვყავდა, ამიტომ ჯვარიც დავიწერეთ. უბრალოდ აქ, აი აქ იყო ეს ამბავი. ძალიან ლამაზად იყო აქ აშენებული. აი ხა ცოტა რთულად წარმოსადგენი არის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ხა იქ არაფერი არ არის, მაგრამ რეალურად იყო ესეთი დიდი არკა. აქ იდგა მღვდელი, ვიყავით ჩვენ. აი ესეთი დიდი საინტერესო სამყარო არის, აქ შეგიძლია იმოგზაურო, საკმაოდ დიდი ეზოა. არ ვიცი რამდენად აღიქვამს ვიდეო. აქ იყო სკამები, ბევრი სკამები იყო ეს რიგებად. იქითაც და ხალხი ისხდა რა სიტყვა. მოკლედ, აქ დავიწერეთ ჩვენი ჯვარი და ახლა ჩვენი შვილები აქ თამაშობენ. აი იქითაც სულ მაგიდები იყო და ნახეთ, აი იქ სულ ბოლომდე არის, ხედავთ თუ არა, იქაც სულ მაგიდები იყო და ეს ყველაფერი იყო ერთი დონის. ის კომპანია ვინც მოვიდა, ესე ააშენეს დექებივით, აი არ ვიცი მაგას რა ქვია ქართულად, ვერ ვიხსენებ სიტყვას. პოდიუმებივით იყო ესე აშენებული, ყველგან ეს სიტყვა რომელიღაცა ბავშვმა ჩამოაკატყვა აქამდე. აქ არის ოვის დასამალი, აქ ჩამოდის ხოლმე აქ იმალებიან. ნახეთ როგორი ის აქვს აშენებული. პიკნიკობენ ხოლმე აქ და მოკლედ ძალიან დიდი ეზოა, სადაც შეიძლება ესე ისეირნო დაიკარგო კიდეც. ანუ არ დაიკარგები რა თქმა უნდა, მაგრამ მიახლოებით ხვდებით, რომ ესეთი საოცარი გარემოა. როცა ბარბეკიუს დრო არის, ეს უფრო ზაფხულისკენ და სხვათა შორის ოვი რო გაჩნდა და შიოც, ოვი რო გაჩნდა და შიოც რო გაჩნდა, პირველი ერთი კვირა აქ მოვედი და აქ გავატარე. გადა ბევრი ემოციები აქვს ბენს ამ სახლთან, იმიტომ რომ აქ დაიბადა ამ სახლში და აქ გაიზარდა. ანუ ხო წარმოგიდგენიათ, რამდენი წლის არის ეს სახლი? ბევრი წლის არის, მარტო ბენი არის 47 წლის. და ოვი რო გაჩნდა აქ ვიყავი ზაფხული იყო, ოვი ზაფხულში დაიბადა. მოცედეთ აქაც გაჩვენებთ. აი ესეთი ჯადოსნური პატარა პარკივით აქვს აქ მოწყობილი. აქაც გრძელდება, მაგრამ იქით აღარ წაგიყვანთ. აი აქ ავალთ. ხო და ოვი რო გაჩნდა და აქ რო ვიყავით, აი აქ ვაწყობდით ხოლმე ბარბეკიუს და სულ ეს მახსოვს, რაღაცა ძალიან კარგად და ტკბილად. რომ აი აქ ვსხდებით. აქ გამათბობელიც არის ესეთი. ამას გახსნი ხოლმე, იქ ბარბეკიო, ყველანი ვეტევით და რაც მთავარია, რაც ძალიან მარტივია, აი ეს არის სამზარეულოს კარები. ხედავთ, აქედან ჰოპს და ესე შეხვალ სამზარეულოში. ეს არის ქვემოთ რო გითხარით, შეგიძლია ჩახვიდე პადუალში და იქ ცალკე სამყაროა, რომელსაც ერთ დღეს დაგათვალიერებინებთ. იცით როგორი ამბავი, აი სათამაშოების, რაღაცა საოცარი ნივთების, უამრავი აი ანტიკვარული რაღაცები, ოღონდ ისეთი რა, აი საინტერესო რა, აი რაღაცა მადონას სერვიზი კი არა, საინტერესო რაღაცები, რომ მაგალითად აქვთ ძველებური მანქანა სათამაშო. აი იმეებში რო არის ხოლმე რაღაცა გეიმ ცენტრებში რო არის, ეგეთი ოღონდ ძალიან ძველი. ეხლა დავბრუნდებით შიგნით. ცუდია რომ ბენი არ არის. ბენი უფრო კარგ ექსკურსიას ჩაგიტარებდათ და უფრო მეტ რაღაცას გაჩვენებდათ ალბათ. მე მაინც ახლა ესე დავიარო მთელი სახლი და ყველაფერი გაჩვენეთ, ცოტა მერიდება. რაღაცნაირად ის არის რა. აი, ბაბუა და შიოც აქ არიან. გარეთ ზიან შეხედეთ. Hi, Grandpa. Hi, baby. Where he was grabbing this. Yeah. He likes that. Yeah, it's got colors. Look.
Yeah, he saw me. That's it. What? ნახეთ, ეს არის ჩვენი ქორწილის დღე. 09 სექტემბრის 19 2015 წლის. ნიკი და ბენი. ეს არის რაღაცა ბევრი კარგი მოგონება, მოკლედ. ეს ოვი, ესეც ოვი. ეს ბენის ნახატებია სხვა შესაძლოა, ეს ბენმა თავის თავი დახატა. ეს ბენმა პიკასო დახატა. ეს საშობაო კოლექცია. ესენი რაღაცები უიცვლება სხვათა შორის, ეს ჩაანაცვლებს ხოლმე რაღაცები, თუცბად სხვა რაღაცები. ესეც ოვი. ძალიან საინტერესო არის ყველაფერი ამ სახლში. ნახეთ. მამა მუშაობდა სასამართლოში და ბეჭდავდა ყველაფერს, ამიტომ ბევრი საბეჭდი მანქანა აქვს. სხვა შესაძლოა ეს არ გამოიყურება საბეჭდი მანქანები, რომელიც სასამართლოში სხვანაირებია. ეხლა ვერ პოულობ, არ ვიცი, რაღაცა გედოთ, ეხლა მგონი აალაგეს. როგორია, იცით, ეს 3-4 სიტყვა ერთდროულად არის და შეგიძლია რომ ესე რაღაცნაირად აკრიფო სხვანაირად, მოკლედ. აქ რა არის, ერთ-ერთია ბაზანა არის, რომელიც ასევე არის საბავშვო სამყარო. ხვდებით ალბათ როგორ უყურს ბიბიას თავისი შვილიშვილები. ყველაფერი არის ბავშვებისთვის, ყველაფერი არის ჯადოსნური. Ну, პრინციპში დისნეილენდია რა. რაღაცნაირად დისნეილენდია ეს ადგილიც ბავშვებისთვის. აი შუქის ასანთებიც კი ძალიან ჯადოსნურია. ერთ დღეს ალბათ დაუთმობ მთელ დღეს და დაგათვალიერებინებთ ყველაფერს, იმიტომ რომ ქვემოთ ჩასვლა ეხა უბრალოდ ძალიან მეზარება, მაგრამ იქ იმდენი რაღაცაა. ой, საინტერესო ისტორია კიდე ერთი უცბად გეტყვით და მე დავიშლებით. აი ეს ნიღბები აქვთ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი. და ერთ-ერთი ნიღაბი, რომელიც მოაშორეს კიდევ კარგი იყო, რომელიც კლავდა ვიღაცას ეს ისტორია. დიდი ხნის წინ გავიგე, რომ ვიღაცასთან გაუშვეს ეს ნიღაბი, ვიღაცა მაჩუქა და მოკლედ სადაც მიდიოდა ეს ნიღაბი, ყველგან ვიღაცა კვდებოდა და მე ბოლოს იპოვეს ვიღაცა ადამიანი, რომელიც ძველი ინდიელი, რომელმაც ჩაატარა რაღაც განწმენდის მთელი რიტუალები და გაწმინდა ეს ნიღაბი. მე მგონი მაინც აქ არ არის. ხო, აქ არ არის ეს ნიღაბი, აღარ არის უბრალოდ. წავალ ბავშვებს მიუხედავ, ეს ვარსკვლავი რა არის. სულ რაღაცები ემატება ხოლმე ისეთი რა სცარელოდები რომ დაინახო. მოკლედ, კიდეცით რა აქვთ რადიოაქტიური ანუ ადრე ბროლს აკეთებდნენ რადიოაქტიურს. ეხა ვიპოვი და გაჩვენებთ. Grandma, where is that light that would light up the... Remember there was ultralight light that can light up some glass that was like glowing in the dark? Can I show that to my followers? Let's see. It is invisible ink. Invisible ink? Very mysterious stuff. Let's see, where did I put the invisible ink? Here's No, I was talking about oh yes, that. this. I don't know, we had a whole package of it. And then I had the ink too. Oh, that one you can tell, The crystal, right? yeah, you can see which is old and which has lead in it. Lead. Yeah, I think there is one that I know that has lead. Yeah, it turns a different color. ცუდად გავამაკრო მიკროფონი. მოკლედ ეს არის ულტრა ისფერი შუქი და ნახეთ. აი ხო არის ბევრნაირი რაღაცა. იმითი ხვდებით რომ ძველია, აი დრო ანათებს, ანუ რადიოაქტიურია. შეხედეთ, ესე ჩვეულებრივია, კარგით ეს ცოტა მომწვანოა, ეს დავიწყოთ, მაგრამ აი ეს შეხედეთ არის ჩვეულებრივი და რომ მიანათებ, აი ესე ანათებს. ეს ნიშნავს, რომ არის ძველებური და შიგნით არის ლედ, არ ვიცი როგორ არის, მაგრამ ნუ კაი არაფერი არ არის. მეტი არც ერთი არ არის. ბევრი ქონდათ და მე მგონი სადღაც წაიღეს, მე მოაშორეს. ეს უნდა იპოვოთ, რომ იცოდეთ.
ომამდე, ანუ მეორე მსოფლიო ომამდე რაც იყო, ის ნივთები. აი ასე. ახლა კი კვილები ანათეს? კი. ზედა გაკეთებული ანათეს, ქვედა არა. ასე ქვედას ანათეს. ქვედა არ არის გაკეთებული, ზედა არის გაკეთებული. კარგით, კაცნით გეხვევი. კაცნით გეხვევი თქვენი ნუკი კოშკელიშვილი. გავანათე.